ერთი რამ მინდა გკითხოთ. თავის არაჩვეულებრივ წიგნში იმპერიული ამპარტავნება, როგორც CIA-ის ყოფილი აგენტი მაიკლ შოიერი აღნიშნავს, სააგენტომ გააფრთხილა ამერიკის მთავრობა, რომ ქვეყანა ავღანეთთან ომში ვერ გაიმარჯვებდა. ავტორმა ამის შესახებ იცოდა, რადგან ის მუჯაჰედინებს თავად ეხმარებოდა რუსებთან ბრძოლაში. ყველა სადაზვერვო სააგენტო იტყობინებოდა, რომ ავღანეთში ომის წარმატებით დასრულება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ჩვენ ომი მაინც დავიწყეთ, რადგან ეს ჩვენთვის გასართობი რამ იყო. ამ შემთხვევაში ხომ არ არსებობს მსგავსი ტიპის სადაზვერვო ინფორმაცია ირანთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით. ასეთი ტიპის ინფორმაციაზე წვდომა მე არ მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურები არიან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და აცნობიერებენ, რომ ირანთან ომის შემთხვევაში წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ირანი მოელოდა სამხედრო თვალსაზრისით მოვლენების ამგვარ განვითარებას და ამიტომ მათი თავდაცვითი შესაძლებლობების სწრაფი მობილიზაციაც მოახდინეს. რასაკვირველია, მათთვის საშინელი სიურპრიზი იყო, როდესაც ისრაელმა ირანის მაღალი რანგის სამხედრო პერსონალი დახოცა. ეს ირანისთვის ერთგვარი პერლ ჰარბორის მომენტი გახდა. ირანმა მართლაც ბევრი ადამიანი დაკარგა და მეც გაოცებული ვიყავი იმით, რომ უკეთესად ვერ დაიცვეს საკუთარი გენერალური შტაბის წარმომადგენლები. თუმცა ყველა ამ ადამიანის ჩანაცვლება შესაძლებელია და უახლოეს მომავალში ასეც მოხდება. სწორედ ისე, როგორც 2020 წლის იანვარში ჩვენ სოლეიმანი მოვკალით, ის სწრაფადვე ჩაანაცვლეს. ირანისთვის მთავარია სისტემამ გააგრძელოს არსებობა. ირანის მსგავსი ქვეყნის რამდენიმე რაკეტით განადგურება შეუძლებელია. ირანს ამისთვის საკმარისი არსენალი არ აქვს. ჩვენთვის რიგითი ადამიანებისთვის შემაშფოთებელი ფაქტი უნდა იყოს ის, რომ არც ისრაელისა და არც ამერიკის ომის მომხრე პოლიტიკოსებს არ ესმით, როგორ მუშაობს ომი. არსებითად მათ წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის გამოსწორება შეუძლებელია. ჩვენ არ უნდა გავხდეთ იმ შეცდომის ნაწილი, რომელიც ნეთანიაჰუმ დაუშვა. მან წამოიწყო ომი, რომელში გასამარჯვებლად საკმარისი რესურსები არ აქვს და სწორედ ამიტომ ცდილობს ამერიკელების შეცდენას. ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ომში გამარჯვება არ არსებობს, რომ ამერიკა ირანში წარმატებას ვერ მიაღწევს. პირიქით, ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ამერიკა უდიდეს დანაკარგებს მიიღებს ომში ჩართვის შემთხვევაში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ორკვირიანი პაუზა, რომელიც ტრამპმა დააანონსა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო აღმოჩნდება იმისათვის, რათა მან კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი მონახოს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.